შეერთებული შტატების ნაწილია თქვათ ბერნი სანდერსი და ის დიდი მოძრაობა, რომელიც მას 2016 წლიდან უმაგრებს ზურგს. მე მიყვარს ეს ამერიკა, ამ იდეების მქონე ამერიკა. შეერთებული შტატებია თქვათ, ნოამ ჩომსკი, რომლის ზოგიერთ შეხედულებას შეიძლება არ ვიზიარებდე, მაგრამ ის კრიტიკული აპარატი, ჩარჩო, დასავლური სამყაროს შეფასების კრიტერიუმები არის უძვირფასესი ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. რა ვიცი, შეერთებული შტატები არის არეტა ფრანკლინი, რომელიც ახალგაზრდობაში მღეროდა იმასე სამოქალაქო უფლებების მიტინგებზე თავის პასტორ მამასთან ერთად და მარტინ ლუთერ კინგს უჭერდა მხარს და ასე შემდეგ. მაგრამ ამერიკა არის სხვანაირიც, რომ ისეთი ამერიკაც ვიცით ჩვენ, რომელიც ამბობს, რომ სამოსა ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია. ვიცით ისეთი ამერიკა, რომელიც ჩილეში უპატიოსნეს, უღირსეულეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტელექტუალს და არაჩვეულებრივად ჰუმანურ ადამიანს და სოციალისტური ჰუმანიზმის ერთ-ერთ სახეს, ხო, გამორჩეულს სალვადორ ალენდეს ამხობდა სტადიონებზე ხალხის ხოცვას ხელს უწყობდა და მე მილტონ ფრიდმანის გიჟი იდეები ძალით და ცეცხლით და מחვილით ჩაქონდა ჩილეში, ხო? ესეთი ამერიკის მიმართ კრიტიკულად ვართ განწყობილი. ეს ზოგადი შეფასება. რა ჩვენ არა ვართ ბრაზილიელი და ჩილელი სოციალ-დემოკრატები და სოციალისტები. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. ვართ ესეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. და გვჭირდება ძლიერი პარტნიორები. ისეთი პარტნიორები, რომლებიც დემოკრატიულ წესებს სხვებისგან განსხვავებით პატივს სცემენ ხოლმე რიგ შემთხვევებში. შესაბამისად, ეხლა ჩვენ რო აქედან დავიწყოთ ლაპარაკი, რომ ამერიკა საზიწყრობაა და არ დაველაპარაკებით და მაგისი მოწოდებული წყალიც არ გვინდა და ასე შემდეგ, არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკა ესეთია, რომ ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დემოკრატიული სამყაროსგან. როგორი ნაკლიც არ უნდა გქონდეს ამ ქვეყნებს და როგორი ცოდვებიც არ უნდა გქონდეთ აი ამ ქვეყნებს ჩადენილი, ხო? ასე რომ შეერთებულ შტატების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არის პრაგმატული და ისეთი, როგორიც უნდა გქონდეს რუსეთის მეზობელ ნახევრად დაპყრობილ გაუბედურებულ ქვეყანას, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ რამეზე თვალს ხუჭავთ და რამე არ ვიცით და თქვენ ჩვენზე მეტი გაქვთ წაკითხული და თქვენ უკეთიცით აი კაპიტალიზმში ზოგიერთი იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე პარტიის განზრახვები და სულისკვეთება. ვიცით ბატონო, მაგრამ ჩვენ არა ვართ ისეთი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ვერ მართავს ამ ქვეყანას. პირიქით, ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც ეს მართვის უნარი აქვს და პრაგმატული მიდგომის უნარი ექნება, როცა საჭირო იქნება.